ვიტკოფი და ტრამპის სიძე უკვე მოსკოვში არიან, თუმცა როგორც ჩანს, მშვიდობა მაინც არ იქნება და ეს ყველაფერი არის მოლაპარაკებების გამო. სკანდალი არმაკის გარშემო, კორუფცია და უკრაინა და როგორ აისახება ეს ყველაფერი ფრონტზე, ასევე ნოემბრისთვის შეჯამება სტატისტიკით და ვითარება ფრონტზე. გამარჯობა, დღეს 2 დეკემბერია 2025 წელი. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1378 დღე გავიდა. მე რატი ვარ მუჯერი ჟურნალისტი, თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში. ზემოთ ჩამოთვლილი თემების მიმოხილვა მექნება დღევანდელ ეპიზოდში, მანამდე ტრადიციულად მადლობა ყველა გამომწერს, მადლობა ყველას, ვინც უყურებთ ვიდეოებს, ალაიქებთ მას, აზიარებთ თქვენ სოციალურ ქსელებში, აქტიურობთ კომენტარებში. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დონაციითაა დაკავებული, შეგახსენებთ დონაციის მსურველებს. აღწერაში ანგარიშის ნომერია ნებისმიერი თანხის დონაცია შეგიძლიათ. ამით თქვენ ეხმარებით არხს განვითარებაში, მაყურებლის დონაცია ერთადერთი განვითარების გზა არის ამ არხისთვის. დავიწყოთ ზემოთ ჩამოთვლილი თემებით. ვიტკოფი ტრამპის ძესთან ერთად უკვე ჩავიდნენ მოსკოვში და ხვალ გაიმართება მოლაპარაკებების ძირითადი რაუნდი. მანამდე თქვენ გემახსოვრებათ საკმაოდ ხანგრძლივი თითქმის ორკვირიანი პერიპეტიები, როდესაც ჯერ გაჟონა ინფორმაციამ თითქოს სამშვიდობო გეგმაზე 28 პუნქტიანზე, რომელის გარშემოც მე საკმაოდ ხანგრძლივი სკანდალი იყო. შემდეგ იყო მოლაპარაკებები ამერიკულ დელეგაციასა და უკრაინულ დელეგაციას შორის, სადაც შეთანხმდა კონკრეტული რაღაცა საკითხები და ახლა უკვე ვიტკოფი ჩავიდა მოსკოვში იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოსკოვთან შეთანხმდეს, თუმცა პუტინმა არაერთხელ და ძალიან გასაგებად მიანიშნა, რომ ომი არ დასრულდება, ცეცხლშეწყვეტა არ მოხდება, სანამ არ აღმოიფხვრება ომის პირველყოფილი მიზეზები. ეს არის რუსეთის, ასე ვთქვათ, ოფიციალური ვერსია. თუ რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ომი დასრულდეს. გარდა ამისა, დღეს, როდესაც ვიტკოფი ჩავიდა მოსკოვში და უნდა გაიმართოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, მორიგ ჯერზე პუტინი გამოეწყო სამხედრო უნიფორმაში და თითქოს რომელიღაც საბრძოლო მართვის შტაბში მივიდა, სადაც ისმენდა სიტუაციას იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა არის ფრონტზე, თუ ფრონტზე რა მდგომარეობა ამაზე ეპიზოდის ბოლოს ჩვენც ვისაუბრებთ. და აქვე დაგიანონსებთ, რომ ნოემბერში ორჯერ მეტი ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა რუსეთმა შეძლო, ვიდრე ოქტომბერში, თუმცა ამ ყველაფერზე ოდნავ მოგვიანებით ახლა დაუბრუნდა ეგრეთ წოდებულ მოლაპარაკებებს. მოკლედ, რუსეთი გაჯიუტებულია და ამბობს, რომ არანაირი მშვიდობა არ იქნება, სანამ არ მიაღწევს თავის არ აღმოიფხვრება პირველყოფილი მიზეზები. პირველყოფილი მიზეზები, როდესაც საუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ოფიციალურად გაჟღერებული ეს არის, ასე ვთქვათ, ნატოს სარგაფართოება, დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია და გარდა ამისა არ უნდა დაგვაუწყდეს პუტინის პოსტულატი, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო საერთოდ არ არსებობს, ის ლენინის მოგონილი წარმონაქმნია და ამიტომ ზუსტად ეს არის ის, რაც სურს პუტინს. ერთია რა უნდა ტრამპს და როგორი არის მისი ძალისხმევა, რომ როგორმე ნებისმიერ ფასად მიიღოს მშვიდობა უკრაინაში, თუმცა ტრამპის ნებისმიერ ნაბიჯებს სწორად პუტინი უშლის ხელს და ის ყოველთვის იგონებს ახალ რაღაცეებს იმისთვის, რომ ერთის მხრივ ტრამპმა არ გადადგას ქმედითი და მტკივნეული ნაბიჯები რუსეთისთვის, მეორეს მხრივ კი გააგრძელოს როგორმე ომის მიმდინარეობა. მოკლედ პუტინი იძახის, რომ ან დონბასიდან, დონეცკიდან გავა უკრაინა სრულად, ან არადა მაშინ რუსეთი ომით მიიღებს ამ შედეგებს. თუმცა ეს რომ ძალიან გართულდება, ამაზეც ვილაპარაკებთ დღეს ფრონტის მიმოხილვისას, მანამდე კი ისევ დაუბრუნდეთ აი ამ სკანდალს, აუდიო ჩანაწერების უკვე საკმარისი დრო გავიდა, მას შემდეგ რაც ეს გამჟღავნდა, გაჟონა ამ ინფორმაციამ და ბევრი ვერსიაც გამოითქვა და იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც მივიღეთ თუ იმსჯელებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ალბათობით ეს სწორედ რუსეთმა გაჟონა ეს ინფორმაცია და გაჟონა იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკელებისთვის და კონკრეტულად ვიტკოფისთვის და ვიტკოფის გავლით ტრამპისთვის მიეხვედრებინა, რომ მათ აქვს გარკვეული ჩანაწერები, მათ შეუძლიათ ბევრი რამის გასაჯაროება, თუ კი ეს საჭირო გახდება. ეს ყველაფერი ემთხვეოდა 21 ნოემბერს, როდესაც ლუკოილის და როსნეფტის წინააღმდეგ ტრამპის პირველი პრინციპში სანქციები უნდა ამოქმედებულიყო. მიუხედავად ამისა, ამ გაჟონვისა, მაინც ამოქმედდა სანქციები რამდენიმე გამონაკლისის გარდა და ეს რამდენიმე გამონაკლისიც ვაჭრობა ვისაც შეუძლია გააგრძელოს დეკემბრის ბოლოს აღმოიფხვრება, აი ეს ვადაც გავა.
მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ ევროპელებიც და ზელენსკიც იძულებული გახდნენ მორიგჯერზე იმოქმედათ ისე, რომ როგორღაც არ დაეკარგათ ტრამპი და შეინარჩუნებინათ ტრამპი ამ პროცესში, თუნდაც იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არის ამერიკა ჩართული და შეგახსენებთ, რომ ამერიკა ახლა ჩართული არის ძირითადად იარაღის ვაჭრობით ამ ომში, ნატოს წევრი ქვეყნების გავლით, ანუ ევროპელი წევრები ყიდულობენ შეგახსენებთ ამერიკისგან იარაღს და მე ეს იარაღი ჩადის უკრაინაში, რაც არ არის რა თქმა უნდა საკმარისი ეს ყველაფერი ისახება კიდევაც ფრონტზე, გარდა ამისა, უკრაინაში გრძელდება, ასე ვთქვათ, ეს სკანდალი კორუფციული, გრძელდება ფრონტზე პირადი ძალის ნაკლებობა, ეს ყველაფერი თავისთავად ფრონტზეც აისახება. მინდა რომ შევეხო ერმაკის საკითხს. ჩვენ ყველამ ძირითადად ინფორმაცია მივიღეთ და ინფორმაციას ვგებულობთ, გასაღებია ინგლისურენოვანი ან რუსულენოვანი საინფორმაციო სივრციდან, მათ შორის შეიძლება უკრაინელი სპიკერებიც იყვნენ, თუმცა თუ კი თვალს გადაავლებთ შიდა უკრაინულ, ეგრეთ წოდებული უკრაინულენოვან საინფორმაციო სივრცეს, თქვენ ცოტა განსხვავებულ ვითარებას ნახავთ იქ და ამ ყველაფერს ძირითადად განიხილავენ როგორც უკრაინის შიდა პრობლემების მოგვარების გზებს. საკითხი იმაში არის, რომ უკრაინა დღემდე რჩება განპირობებულ და პიროვნებებზე აგებულ მართვის ტიპის სახელმწიფოდ, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ დემოკრატიის ნიშნები, არჩევნები ტარდება, არჩევნების გზით ხდება ხელისუფლებების ცვლილებები, ზელენსკი მაინც ითვლება სწორედ აი ამ პიროვნული მართვის მოდელის მიმდევარად და ნებისმიერი თანამდებობის პირები და მათ შორის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ერმაკი განიხილებოდა როგორც მისი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი და კი ერმაკს ჰქონდა ძალიან დიდი ძალაუფლება, ასე ვთქვათ, თუმცა ეს ძალაუფლება მინიჭებული იყო სწორედ ზელენსკის მხრიდან და ის, რასაც ერმაკი აკეთებდა, სწორედ ზელენსკისგან ხელდასმული იყო, ასე ვთქვათ. და შესაბამისად აი ამ ერმაკის გადადგომას, გადაყენებას სწორედ მიაწერენ ამ საკითხებს, რომ დასავლეთის მათ შორის ზეწოლით, იგივე ანტიკორუფციული ბიუროს ნაბუს მოქმედებით აუცილებელი იყო შიდა უკრაინული გადახალისება იმისთვის, რომ გაგრძელდეს ხალხის ნდობა ზელენსკისადმი. ახლა ყველაფერი იმაზე არის დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება მოვლენები, იგულისხმება ვინ დაინიშნება ერმაკის ნაცვლად, ისევ რომელიმე ფავორიტი ზელენსკის, თუ იქნება ეს რომელიმე, ასე ვთქვათ, ჩინოვნიკი, რომელიც გააგრძელებს მუშაობას. მიუხედავად ამისა, აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ თვითონ აი ეს მდგომარეობა, რაც გულისხმობს ერმაკის ფრონტზე წასვლას, რომელიც მან თქვა და იმას, რომ აქტიურ პოლიტიკას ასე აშკარად ჩამოშორდება, სწორედ აი ამ უკრაინის შიდა სივრცეში არსებულ ინფორმაციებს ადასტურებს, როდესაც შენ მყავს ფავორიტი, თანამებრძოლი, ასე ვთქვათ, მე ფავორიტებიდან უბრალოდ მეგობრებად ვეღარ რჩებიან, ხო, იქ რაღაცა პრობლემები არის ხოლმე, შესაბამისად, როგორც ჩანს, ერმაკი მართლაც წავა ფრონტზე და ვინ ჩაანაცვლებს ერმაკს ზელენსკის კარზე ამას ვნახავთ, თუმცა ამის მიუხედავად ის, რაც ხასგასასმელი და აღსანიშნავი არის, ზელენსკი ამ დრომდე რჩება უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ეს არის აღქმა, რომელიც აქვთ უკრაინის მოქალაქეებს. კი შესაძლოა და მათი ნაწილი ხედავს ამ შიდა მმართველობის პრობლემებს, თუმცა სანამ ომში არიან, ისინი ნდობას უცხადებენ ზელენსკის და შესაძლოა ის, რომ ომში მყოფი ქვეყნის, თუმცა მიუხედავად ამისა, ლეგიტიმური პრეზიდენტს აქვს გარკვეული შეცდომების დაშვების ლუფტი დარჩენილი, ასე ვთქვათ, ამაზე ძალიან კარგად მიუთითებს თუნდაც იგივე სომხეთის მაგალითი და ფაშინიანის მაგალითი, როდესაც ფაშინიანმა ომი წააგო, პრაქტიკულად ძალიან ბევრი მარცხი განიცადა, თუმცა მიუხედავად ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ მას აი ამ ნაბიჯების გადასადგმელად ჰქონდა ლეგიტიმაცია მიცემული წინა არჩევნებზე, ხელმეორე არჩევნებზეც ისევ ფაშინიანი აერჩიეს, შესაბამისად ეს შეგვიძლია კარგი მაგალითი იყოს, თუმცა აქ რა თქმა უნდა არ გულისხმობ იმას, რომ ომის დასრულების შემდეგ აუცილებლად ზელენსკი ისევ მოახერხებს გაპრეზიდენტებას, პირიქით მეცნიერების ნოტებში არაერთხელ აღნიშნავს, რომ არა ეს ომი ზელენსკის რეიტინგი იმდენად აღმავალი იყო, რომ მეორე ვადით მას დიდი ალბათობით ვერ და არა ერჩევდნენ, თუმცა ახლა რა მოხდება ძნელი სავარაუდოა, მათ შორის უნდა გავიხსენოთ ზალუჟნი, უკრაინის გენშტაბის ხელმძღვანელი ომის დასაწყისში, რომელიც ახლა
ბრიტანეთში ელჩად მუშაობს და ის პერიოდულად სულ აქვეყნებს გარკვეულ ანალიტიკურ სტატიებს ბრიტანულ მედიაში. ზალუჟნი განიხილება ერთ-ერთ სავარაუდო და პოტენციურ კანდიდატად არჩევნებზე, რომელიც ომის შემდეგ დაინიშნება და ნებისმიერ შემთხვევაში როგორიც არ უნდა იყოს კონფიგურაცია ომის დასრულების შემდეგ ჩატარებულ არჩევნებში, თუ კი რუსეთის სრული ამსხვრევით პირდაპირ მნიშვნელობით არ გაიმარჯვებს და არ მოხდება კიევის კაპიტულაცია და კიევში მეფის ნაცვალი არ დაჯდება, თუ კი ჩატარდება უკრაინაში სუვერენულ უკრაინაში თავისუფალი არჩევნები, გამორიცხულია რომ იქ ასე ვთქვათ გაიმარჯვოს პრორუსული მიდრეკილებების პოლიტიკოსმა, რადგან ერთის მხრივ ზელენსკი არჩევნები მოიგო 73%-იანი მხარდაჭერით და ზელენსკის საარჩევნო რიტორიკა იყო მაშინ, რომ ის დაალაგებდა პუტინთან და უკრაინელებმა ხმა სწორედ ამის გამო მიცეს ზელენსკის. თუმცა ზელენსკიმ ყველა ნაბიჯი გადადგა იმისკენ, რომ პუტინთან დაელაგებინა, თუმცა ეს არ გამოვიდა, მაინც ომი დაიწყო. შესაბამისად ეს მოქალაქეები ძალიან კარგად ხედავენ, რომ დაალაგება რუსეთთან შეუძლებელია, შესაბამისად ომმა ძალიან დიდი ტრავმა მიაყენა უკრაინულ საზოგადოებას, ამიტომ იქ საკუთარი ნებით და სუვერენული თავისუფალი არჩევნებით პრორუსულ ძალას არავინ აღარ აირჩევს. სწორედ ამიტომ უკვე გაინცადა რუსეთმა სტრატეგიული მარცხი, რომ თუ კი მან ძალის გამოყენებით ვერ შეძლო კიევის აღება, გამორიცხულია, რომ უკრაინაში უახლოეს განჭვრეტად მომავალში პრორუსული ძალები მოვიდნენ. შესაბამისად, როდესაც რაღაცა არჩევნებზეა საუბარი, ჯერ ერთი აბსურდია, არჩევნები ვერ ჩატარდება ქვეყანაში, სადაც საომარი მოქმედება, არჩევნები უნდა ჩატარდეს ომის დასრულების შემდეგ, ომის დასრულება სჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება სჭირდება პუტინის თანხმობა. ჩვენ ნახეთ, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ყოველ ჯერზე, როდესაც ამაზე იყო საუბარი, ზელენსკი ამბობდა, რომ ის მზად იყო ცეცხლის შეწყვეტისთვის, მზად იყო 30 დღით ცეცხლის შეწყვეტისთვის, მზად იყო ცაში, ჰაერზე და მიწაზე ცეცხლის შეწყვეტისთვის, მზად იყო 7 დღით ცეცხლის მოკლედ ნებისმიერ წინადადებაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ისახავდა მიზნად, ზელენსკი ყოველთვის მზად იყო და პუტინი ყოველთვის ამბობდა, რომ მას ჰქონდა წინაპირობები და აი ეს დაუძლეველი წინაპირობა სწორედ არის დონეცკის ოლქზე გასვლა. თუმცა დონეცკის ოლქზე გასვლა არ იქნება ისე მარტივი, როგორც რუსული პროპაგანდა წარმოგვიჩენს. სანაშენე თემებზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ თუ კი არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. სანამ ფრონტზე დავიწყებ საუბარს, მინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხო და აქ არის ევროპელების ჩართულობა. ჩვენ ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაცია, ტრამპის ადმინისტრაციამ ჩაანაცვლა, ძალიან გააქტიურდა ევროპული მხარე, რადგან ტრამპი სუბუქად რომ ვთქვათ, უცნაურ პოზიციაში არის, პრაქტიკულად უარს ამბობს წლების განმავლობაში ამერიკის მიერ საკუთარ თავზე აღებული ევროპის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის მოვალეობის შესრულებებზე, ამიტომ ნელ-ნელა სწორედ ევროპელებს უწევთ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ესენი მართალია ნელა, მართალია ევროპული ბიუროკრატიით, თუმცა მაინც ახერხებენ გაძლიერებას და ასევე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აღიზიანებს პუტინს. მან არაერთხელ გააკეთა განცხადება მას შემდეგ თითქოს რომ ევროპა უშლის ხელს მშვიდობას უკრაინაში და ხელს უშლიან ტრამპს მშვიდობის დამყარებაში, თუმცა თუ კი ვინმე ხელს უშლის ტრამპს მშვიდობის დამყარებაში, ეს თავად პუტინია, რადგან ის ყოველთვის წინაპირობებს აყენებს, რაც შეეხება ევროპას უბრალოდ სხვა გზა არ აქვს, მას ესმის რომ რუსეთის გამარჯვება უკრაინაში იქნება გეოპოლიტიკური კატასტროფა ევროპისთვის. პირველ რიგში სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ, ევროპა გადაიქცევა ერთ დიდ სასტუმროდ, ასე ვთქვათ, სასტუმრო მოლდოვა, სასტუმრო რუმინეთი, სასტუმრო გერმანია, სასტუმრო პოლონეთი, რადგან უკრაინიდან ძალიან დიდი ნაკადი უკრაინის ატოება ძალიან დიდ ნაკადს მოუწევს. პირველი ტალღა, ასე ვთქვათ, ომის დაწყების შემდეგ გადააგორეს ევროპელები, როდესაც მიიღეს იძულებით გადაადგილებული პირები, თუმცა თუ კი რუსეთი შეძლებს და უკრაინის, ასე ვთქვათ, სრულ დამორჩილებას და კიევის აღებას, მაშინ ძალიან 10ჯერ და შეიძლება უფრო ბევრჯერ მეტი უკრაინელს მოუწიოს უკრაინის დატოვება, რადგან ისინი პირდაპირ ხალხის მტრებად იქნებიან გამოცხადებული, როგორც ეს ახასიათებს, ასე ვთქვათ, რუსეთს და შესაბამისად აი ამ ნაკადების მართვა, უკრაინელების ნაკადების მართვა ევროპისთვის ძალიან ძნელი იქნება. გარდა ამისა არის მეორე ფაქტორიც, თუ კი ევროპული საზოგადოებები დაინახავენ, რომ რუსეთმა მიუხედავად წინააღმდეგობისა, მაინც შეძლო უკრაინის
უკრაინის გატეხვა და მაინც მოუგო უკრაინას. მაშინ ევროპულ საზოგადოებებში გაჩნდება ბუნებრივი მოთხოვნილება, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი ძალები, რომლებიც პუტინს გაურიგდებიან. ასეთი კი საფრანგეთში მარინ ლე პენია, გერმანიაში AfD და ჩვენ ვიცით, რომ ეს ულტრა, ასე ვთქვათ, დაჯგუფებები რამდენად იკრებენ ძალას სწორედ უკრაინაში რუსეთის მოქმედებების შედეგად. შესაბამისად, თუ კი ელექტორალურ დემოკრატიებში, ანუ ევროპაში ხალხის დაკვეთა იქნება ასეთი ტიპის მმართველებზე, მაშინ ისინი გახდებიან მმართველები და მსგავსი ტიპის მმართველობებს რა შედეგი მოუტანია დედამიწისთვის, ალბათ ამის შეხსენება არ გვჭირდება, როგორ აღზევდა ფაშისტური გერმანია ნაცისტური გერმანია ბოდიში, ფაშისტური იტალია და რა მოუტანა ამ ყველაფერმა სამყაროს. ის, რაც დღეს ასე ვთქვათ, ევროკავშირში და ევროპის ტერიტორიაზე და ზოგადად ასე გლობალურ დასავლეთში ხდება, ის კეთილდღეობა სწორედ მოტანილი არის ლიბერალური ელექტორალური დემოკრატიის, ის სწრაფი განვითარება და მდგრადი განვითარება, რამაც საყოველთაო კეთილდღეობა მოიტანა და რომელთაც თათმობაც ახლა ასე ძალიან არ უნდათ ევროპელებს, სწორედ აი ამ წყობის მოტანილია და ამ შემთხვევაში ევროპელებს აქვთ განცდა, რომ ეს ყველაფერი ისედაც იყო და მომავალშიც იქნება და უარს ამბობენ გაანალიზონ ის რისკები, რა რისკებიც შეიძლება მოიტანოს აი ამ ულტრა ჯგუფების ხელისუფლებებში მოსვლამ. შესაბამისად, ევროპას დღეს სხვა გზა არ აქვს, თუ არა ბოლომდე დაუდგეს უკრაინას გვერდით და მოახერხოს რუსეთის შეკავება და რუსეთის სტრატეგიული დამარცხება, მათ შორის ფრონტზეც, მათ შორის შეხების წერტილებზე და მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის გადარჩენა. ახლა კი შეგვიძლია ნელ-ნელა გადავიდეთ სტატისტიკაზე და პირველი სტატისტიკა, რომელიც მინდა მოგაწოდოთ, ეხება ბუნებრივი არის, ასე ვთქვათ, საჰაერო დაბომბვებს, რომელსაც რუსეთი პრაქტიკულად ყოველდღიურად აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. ასე გამოიყურება საერთო საჰაერო თავდასხმების სტატისტიკა 2025 წლის ნოემბრისთვის. ჯამში სულ უკრაინის მიმართულებით გაშვებულია 5666 ფრინავი ობიექტი, მათ შორის ჩამოგდებულია 4579. აქედან ბალისტიკური იყო 98 რაკეტა, ფრთოსანი იყო 106 რაკეტა, ხოლო დრონი 5462 ჩამოგდებულების რაოდენობასაც ხედავთ, ბალისტიკური 24, ფრთოსანი 76, ხოლო დრონები 4469. როგორც ხედავთ, კვლავ ასე ვთქვათ, ძალიან დაბალი მაჩვენებელი არის ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების. ეს უკვე არის ეგრეთ წოდებული მასირებული, კომბინირებული საჰაერო თავდასხმების სტატისტიკა, თუმცა სანამ დეტალებში გავყვები, მინდა გითხრათ, რომ კომბინირებული თავდასხმები ამ თვეში პრაქტიკულად ყოველდღე იყო, თუმცა ეს არ იყო მასირებული ერთ ან ორ ბალისტიკურ ან ფრთოსან რაკეტას დრონებთან ერთად თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში უშვებდნენ რუსები უკრაინის მიმართულებით, თუმცა მაინც გამოირჩა ასე ვთქვათ მასირებული თავდასხმა, როდესაც უკვე ასობით და ათასობით საერთო ჯამში თავდასხმის ობიექტებს გულისხმობდა. მას ასე, როგორც ხედავთ, სულ იყო 5 მასირებული თავდასხმა უკრაინაზე და ეს პრინციპში იმ ტენდენციის შენარჩუნება არა ტენდენცია წინა თვეებში იყო მასირებულ თავდასხმებზე, როცა არის საუბარი. პირველი მასირებული თავდასხმა 8 ნოემბერს მოხდა, სულ იყო 503 ფრინავი ობიექტი გაშვებული, აქედან 32 იყო ბალისტიკური, 13 ფრთოსანი რაკეტა, ხოლო 458 დრონი. შემდეგ უკვე 14 ნოემბერს მოხდა მსგავსი მასირებული თავდასხმა, იყო 499 ჯამური გასროლა, აქედან 13 ბალისტიკა, 6 ფრთოსანი, 430 დრონი. 19 ნოემბერს 524 ჯამური გასროლა, 1 ბალისტიკა, 47 ფრთოსანი, 476 დრონი, 25 ნოემბერი 486 ჯამური, 7 ბალისტიკური რაკეტა, 15 ფრთოსანი რაკეტა, ხოლო 464 დრონი, 29 ნოემბერი უკვე 632 ჯამური ფრინავი ობიექტი, აქედან 13 ბალისტიკური რაკეტა, 23 ფრთოსანი, ხოლო 558 დრონი. ჯამში ამ თვეში უკრაინის მიმართულებით
რუსებმა ისრულეს 2644 ფრინავი საშუალება, 66 ბალისტიკური რაკეტა, 104 ფთოსანი რაკეტა, ხოლო 238 უკვე უშუალოდ დრონი. ახლა თქვენ ხედავთ დრონების სტატისტიკას, პრაქტიკულად არც ერთი დღე არ ჩაუგდია რუსებს, რომ უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა რაოდენობის დრონი არ გაეფრინათ, ასე ვთქვათ, თქვენ ხედავთ აი ამ 5 დღეში ერთხელ სტატისტიკას როგორ გამოიყურება და ეს უკვე იმას ემთხვევა, როდესაც ხდებოდა მასირებული კომბინირებული თავდასხმა, ყოველდღიური სტატისტიკით, ასე ვთქვათ, რიცხვებით რომ არ დაგღალოთ, პირდაპირ სტატისტიკაზე გადავიდეთ. ჯამში, როგორც გითხარით, გაუშვეს უკრაინის მიმართულებით 5462 დრონი, ხოლო მათგან ჩამოგდებულია 4479, ანუ დრონების ჩამოგდების პროცენტული მაჩვენებელი კვლავ ძალიან მაღალია, 82%-ის ჩამოგდებას უკრაინელები ახერხებენ. შემდეგ ამავე დრონებზე მინდა კიდევ ერთი სტატისტიკა შემოგთავაზოთ და ეს არის მულიაჟების და საბრძოლო დრონების სტატისტიკა. თქვენ იცით, რომ საბრძოლო დრონებთან ერთად რუსები სატყუარა დრონებსაც უშვებენ, რომ გადაიტვირთოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და აი ამ ინფოგრაფიკაზე მწვანედ არის მოცემული რაოდენობები, ჯამური რაოდენობა გასროლების, ხოლო წითლად არის მონიშნული უშუალოდ საბრძოლო დრონების, ასე ვთქვათ, რაოდენობა. ამ შემთხვევაშიც პირდაპირ პროცენტებზე გადავიდეთ. ნოემბერში მოკლედ აი ასეთი იყო მაჩვენებელი და საბრძოლო დრონები, გაშვებული საერთო დრონების რაოდენობიდან 61% იყო საბრძოლო დრონი, რაც წინა თვესთან შედარებით უფრო მაღალი რაოდენობაა, წინა თვეში უფრო მეტი მულიაჟი იყო ვიდრე ნამდვილი დრონი. ეს უკვე არის სტატისტიკა ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების, სამწუხაროდ ისევ დაბალი რჩება ბალისტიკურების ჩამოგდების სტატისტიკა, 25% შეადგინა დაახლოებით წინა თვეში. 98 გაშვებული, ასე ვთქვათ, ბალისტიკური რაკეტიდან 24-ის ჩამოგდება შეძლეს უკრაინელებმა. ეს უკვე ფთოსანი რაკეტებთან მიმართებაში გაცილებით უკეთესი სიტუაცია არის, როგორც ხედავთ. გაშვებული 106 ფთოსანი რაკეტიდან 76-ის ჩამოგდება შეძლეს უკრაინელებმა, 78%-იანი მაჩვენებელი, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი არის, ასე ვთქვათ, დრონების შემდეგ, ასე ვთქვათ, მეორე ადგილზეა. ახლა კიდევ ერთი სტატისტიკის შესახებ, რომელიც, ასე ვთქვათ, რუსეთის სასარგებლოდ მეტყველებს, ნოემბერში პრაქტიკულად ორჯერ მეტი ტერიტორიის ოკუპაცია შეძლეს რუსებმა, ვიდრე ეს მოახერხეს ოქტომბერში. ოქტომბერში 266 კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია შეძლეს რუსებმა და დაფიქსირდა თითქმის 5000 საბრძოლო შეტაკება, ანუ 5000-ზე ნაკლები, ხოლო ნოემბერში შეძლეს 525 კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია რუსებმა და ამისთვის მათ დაჭირდათ 5928 თითქმის 6000 საბრძოლო შეტაკება. აი ასია გაზრდილი, ასე ვთქვათ, სტატისტიკა ამ მიმართულებით, თუმცა ახლა ნახოთ მონაცემები რა დაჯდა რუსეთისთვის, ასე ვთქვათ, აი ეს წინსვლა 525 კვადრატული კილომეტრი მათ დაუჯდათ. დამატებით 30050 სამხედრო მოსამსახურე. ეს არის სტატისტიკა, რომელსაც ავრცელებს უკრაინის გენერალური შტაბი და წინათვის მონაცემებთან გვაქვს შედარება, ან ომის დაწყებიდან 31 ოქტომბრამდე 1,142,800 რუსი იყო განადგურებული. აქ საუბარი არ არის მხოლოდ გარდაცვლილებზე, აქ საუბარი არის დასახიჩებულებზე, დაჭრილებზე, უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე, ხოლო 30 ნოემბრის მონაცემებით ეს მონაცემი შეიცვალა და შეადგენს 1,172,860 ჯარისკაცს. ანუ დამატებით 30500 ჯარისკაცი დაკარგა რუსეთმა და შეწირა პუტინმა ამ თავის უაზრო აკვიატურებს.
განაკვიატებას. რაც შეეხება ტანკებს, წინათვის ბოლოს თუ კი ეს იყო 11315, ამ თვის ბოლოს ეს არის 11386, 71 ტანკით მეტი გაუნადგურეს უკრაინელებმა რუსებს, რაც შეეხება არტილერიას, წინათვის მონაცემები იყო 23524, ამ თვის მონაცემები არის 23662 პლუს 158 ერთეული. ეს ჯავშან ტრანსპორტერები იყო ბოდიში, ახლა რაც შეეხება არტილერიას 34167 წინათვის მონაცემები, 34740 ამ თვის მონაცემები პლუს 573 განადგურებული საარტილერიო დანადგარი, რაც შეეხება რეაქტიულ არტილერიას, წინათვის μονაცემებით 1535 იყო რუსული საარტილერიო დანადგარები განადგურებული, ამ თვეში უკვე 1552 არის, ანუ პლუს 17. შემდეგ უკვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე გადავდივართ 1234 წინა თვეში 1253 ამ თვეში პლუს 19. რაც შეეხება თვითმფრინავებს 428 იყო წინა თვის მონაცემებით 430 ამ თვის მონაცემებით ანუ 2 თვითმფრინავი ვერტფრენებს როგორც ხედავთ 346 წინა თვეში 347 ამ თვეში ანუ პლუს 1. რაც შეეხება სხვადასხვა მოდიფიკაციის დრონებს და უპილოტო საფრენ აპარატებს წინა თვეში 77003 დრონი იყო განადგურებული ამ თვეში უკვე არის 85851 პლუს 8848, ხოლო რაც შეეხება მცურავ საშუალებებს 29 იყო წინა თვეში და ამ თვეში 29 დარჩა, ანუ აქ მატება პრაქტიკულად არ არის. აი ასეთი არის, ასე ვთქვათ, ფასი იმ წინსვლის, რომელიც რუსეთს გააჩნია და აქვე, უკრაინულ დანაკარგებზე რო ვთქვათ, ამ თვეში როგორც ნახეთ, უკრაინის გენშტაბის მონაცემებით რუსეთის დანაკარგი იყო 30000-ზე ცოტა მეტი რუსის სამხედრო, თუ კი გავითვალისწინებთ თანაფარდობას, რომ შემტევი დამცველთან 1-3-თან არის თანაფარდობა. ამ პრინციპით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინამ დაახლოებით 10000 ადამიანი დაკარგა პირადი შემადგენლობიდან, თუმცა ჩვენ ვიცით იგივე უკრაინელების მონაცემებით, რომ ხშირ შემთხვევაში 1/8-თანაც კი იყო რუსების უპირატესობა უკრაინელებთან მიმართებაში, შესაბამისად აქ აი ამ სტატისტიკის გამოთვლა სწორად გაგვიჭირდება, ყოველ შემთხვევაში ის მონაცემები, რაც გავრცელდა და რაც გვაქვს, ასე ვთქვათ, წარმოგიდგინეთ. სანამ რუკებზე გადავალ, კიდევ ერთი მონაცემები ამავე თვეში Bloomberg-ის მონაცემებით, ასე ვთქვათ, ყველაზე მასშტაბური და ძლიერი დარტყმები მიაყენეს უკრაინელებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს 14 დარტყმა სხვადასხვა წერტილზე და სერიოზული ზიანი, რომელიც აი ამ ბოლო პერიოდში მიიღო რუსეთმა ყველაზე დიდი ზიანი არის და აქვე სანამ უშუალოდ ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე გადავალ და იქ არსებულ ვითარებას შევაჯამებ და აქვე გეტყვით რომ შევაჯამებ ამას ტრადიციულად სამრუკაზე, Deep State-ის, Levashnik Kaprizi და ომის შემსწავლელი ინსტიტუტი. კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, რუკა მინდა გაჩვენოთ, ეს არის ფრანგული წყარო, რომელიც ასე ვთქვათ, ასევე აკვირდება და გარკვეულ სტატისტიკებს აწარმოებს. აი ეს რუკა, რომელიც მან გაავრცელა, წითლად მონიშნული არის ის, რაც რუსებს აქვთ ოკუპირებული, თეთრი ზოლი არის ის, სადაც გადის დონეცკის ადმინისტრაციული საზღვარი და პრაქტიკულად აი ეს მონაკვეთი რჩება ის, რაც უნდა პუტინს რომ მიიღოს უბრძოლველად. ახლა მე მინდა თქვენ ყურადღება მივაყო აი ამ ყვითელ ხაზებს, აი ეს დაქსელილი, რაც არის ყვითლად, ეს არის ის საბრძოლო და საფორტიფიკაციო ნაგებობები, რომლებიც უკრაინელებს გააჩნიათ ამ მიმართულებაზე. წარმოიდგინეთ, თუ კი ამ ყველაფერს უკრაინელები უბრძოლველად დათმობენ, მას თავისთავად რუსები აითვისებენ და რუსების ხელში უბრძოლველად გადავა აი ასეთი ძალიან კარგად გამაგრებული ოლქი და რომ დაჭირდეთ უკრაინელებს კონჩეტევა, რამდენად გაუჭირდებათ ეს კონჩეტევა, გასაგებია. გარდა ამისა, გთხოვთ და აკვირდეთ, უშუალოდ დონეცკის ოლქის მიღმა, ანუ ხარკივის და დნეპროპეტროვსკის ოლქში იგივე ყვითელ ხაზებს, რომელიც პრაქტიკულად არ არის, ძალიან ცოტა არის რამდენიმე დიდი ქალაქის გარშემო. ეს ნიშნავს, რომ დონეცკის მიღმა უკრაინელებს არ აქვთ გამაგრებული და არ აქვთ სერიოზული საფორტიფიკაციო ნაგებობები. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ვერ ახერხებენ
ახერხებს და ვერ მოახერხებს და ვერ იტყვის უკრაინა ნებით ვერ დათანხმდება უკრაინა ნებით აი ამ ტერიტორიების დათმობას. ჯერ ერთი აი ამის ბრძოლის აღებას იმაზე გაცილებით ბევრი დრო დაჭირდება, ვიდრე გასული პერიოდი იყო. ჩვენ იგულისხმობ აი ამ ნოემბერ-ოქტომბერს, როდესაც ზოგადად საშემოდგომო კამპანიაც აქვე მოკლედ რო შევაჯამო, ძალიან გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ რუსებს რა მასშტაბის წინსვლაც ჰქონდათ აი ამ სამ თვეში, ამ მასშტაბის წინსვლა არ ქონიათ მთელი საგაზაფხულო და საზაფხულო კამპანიების დროს. და ანუ აი ამ თვეში ამინდის და ფრონტზე ცოცხალი ძალის, ასე ვთქვათ, ნაკლებობის გამო მათ ასე ვთქვათ შეძლეს ეს წინსვლა. და აქვე მინდა გავაკეთო აქცენტი კიდევ ერთ საკითხზე, თუ როგორ აისახება ეს უკრაინის კორუფციული სკანდალი უშუალოდ ფრონტზე. მე მქონდა საშუალება მელაპარაკა რამდენიმე სამხედრო პირთან, როგორც უკრაინელთან, ასევე ქართველებთან, რომელიც ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე არიან და ალბათ ერთგულ მაყურებელს არ ჭირდება შეხსენება, რომ მერთვებიან ხოლმე უკრაინიდან და შესაბამისად ეს წყაროები მყავს. მათთან საუბრისას რამდენიმე ასე ვთქვათ პოზიცია არის გამოკვეთილი. პოზიცია ნომერი 1 არის ის, რომ უკრაინელები ამ ყოლაფით გრძნობენ, რომ მათ ზურგს უმაგრებს ვიღაც, ვინც შიდა ფლანგზეც იბრძვის. უკრაინელების აღქმაში ახლა უკრაინას ყავს ორი მტერი, ერთი საგარეო მტერი და ეს არის რუსეთი და მეორე შიდა მტერი და ეს არის კორუფცია და შესაბამისად, როდესაც ნაბუ და საპი კორუფციის წინააღმდეგ იბრძვიან და მათ შორის ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირებს აკავებენ თუ მათ წინააღმდეგ საქმეებს წარმოება მიმდინარეობს, ეს მათთვის არის სიგნალი, რომ სანამ ისინი ფრონტზე არიან და გარე მტერს ებრძვიან, მანამდე შიგნით არსებობს ზურგი, რომელიც შიდა მტერს კორუფციას ებრძვის. ეს არის განწყობების ერთი ნაწილი, თუმცა ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ არის მეორე განწყობა, რომ სანამ ჩვენ აქ ვიბრძვით და კვდებით, იქ ვიღაცები ფულს შოულობენ. თუმცა აი ბალანსი, როგორც ხედავთ და ეს რუკებზე ჩანს და ყველაფერზე ჩანს, აი ამ ორი მიდგომას შორის პირველი სასარგებლოდ არის, რადგან ჯერჯერობით არც ერთი ფრონტის მიმართულება არ ჩამოშლილა, ფრონტი დგას, კი რუსები წინ მიიწევენ და ახლა ამ ყველაფერს ჩვენ რუკაზე ვნახავთ, თუმცა წინ მიიწევენ ძალიან კუსნაბიჯებით, მიუხედავად ამისა წინსვლა არის, მაგრამ ფრონტი არ ჩამოშლილა და ეს სწორედ მიუთითებს იმაზე, რომ ფრონტზე არსებული ჯარისკაცების უმრავლესობის განწყობა ასეთია, რომ მათი ციან რა პრობლემებიც აქვს სახში, თუმცა უფრო დიდი პრობლემა არის რუსეთი და აუცილებელია რუსეთის დამარცხება და უკრაინის სახელმწიფოს გადარჩენა იმისთვის, რომ შემდეგ სწორედ სუვერენულმა უკრაინელმა ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს და აერჩიოს ვინ იქნება მათი მმართველი. და ახლა გადავიდეთ უკვე უშუალოდ ფრონტზე და როგორც გითხარით, ფრონტზე კვლავ ასე ვთქვათ სამი რუკის მიმოხილვა იქნება. და გადავიდეთ უკვე რუკებზე. პირველი რაც მინდა გაჩვენოთ, ეს არის ჰულიაპოლეს სიტუაცია, რადგან აქ არის ყველაზე რთული მდგომარეობა. თქვენ ხედავთ, რომ აქ საბრძოლო მოქმედებები ბოლო პერიოდში, ასე ვთქვათ, საბრძოლო მოქმედებების არეალი საკმაოდ ინტენსიურად იზრდება და ქალაქში უკვე არის საბრძოლო მოქმედებები, მათ შორის Deep State-ის რუკის მიხედვით. აქ რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება არის შემდეგი. ქალაქს ბუნებრივად ყოფს აი ეს მდინარე ყოფს მას ორ არათანაბარ ნაწილად და რუსების შეტევა, რომც განვითარდეს იგივე ინტენსივობით, როგორც მიმდინარეობს, მალე ისინი მივლენ სწორედ აი ამ ბუნებრივ წინაღობასთან, სადაც პირველი სერიოზული გართულება ექნება ჩემი აზრით რუსულ დანაყოფებს. და გარდა ამისა, აქ აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, გახსოვთ, მე საუბრობდი წინა ეპიზოდებში აი ამ გზაზე, რომელიც ჩრდილოეთიდან ჩამოდის და არის ჰულიაპოლეს მომარაგება. ეს გზა იმყოფება მდინარისგან მარჯვნივ, ასე ვთქვათ, აქ არის მარჯვენა სანაპირო ამ მდინარისთვის და ის შესაძლოა მარტივად აღმოჩნდეს რუსული დარტყმის ქვეშ და მოხდეს მისი, ასე ვთქვათ, გადაჭრა.
რაც გაართულებს მდგომარეობას, ასე ვთქვათ, ჰოლიაპოლეს თვის, თუმცა კვლავ დარჩება აი ეს გზა, რომელიც უკრაინის სამხრეთ-დასავლეთში მიდის და ამ გზით შეძლებენ ჰოლიაპოლეს მომარაგებას უკრაინელები, თუ კი აი ამ გზის გადაჭრა, საუბარი არის კიდევ ერთხელ აი ამ გზის გადაჭრა თუ კი მოხერხდა, რომელიც მდინარეს მარცხნივარი და რუსების შეტევის, ასე ვთქვათ, შეტევასთან უფრო ახლოს ვიდრე მდინარე, თუ კი შეძლეს აი ამ გზის გადაჭრა, ეს გზა ჰოლიაპოლეს მომარაგებისთვის მაინც დარჩება. მოკლედ, როგორც ჩანს, უახლოეს პერიოდში ჰოლიაპოლეს მიმართულებით საკმაოდ რთული ბრძოლები იქნება, რომ შევადაროთ მდგომარეობა. აი ესეთი სიტუაცია არის სლივოჩნი კაპრიზის რუსული წყაროს რუკაზე, თუმცა კვლავ შეფერხებით მუშაობს ეს რუკა და 30 ნოემბრის შემდეგ არ განუახლებიათ, ასე ვთქვათ, ვითარება. აი ეს წამონაზარდი, რომელიც აქ ეხლა სლივოჩნი კაპრიზი არის deep state-ზე რო გადავიტანოთ, იქნება აი აქ არის, ასე ვთქვათ, სლივოჩნი კაპრიზის მიხედვით რუსებს ეს ტერიტორია უკვე აქვთ აღებული. რომ გადავიდეთ ომის შემსწავლელ ინსტიტუტზე, აი აქ უკვე ესეთი ვითარება არის და თქვენ ხედავთ, რომ ის მეტწილად ემთხვევა deep state-ის აღწერებს, თუმცა აი ამ მონაკვეთში, ვარდისფერ ყვითელ მონაკვეთში აღენიშნება, ასე ვთქვათ, რუსების უპირატესობა. ეს რომ გადავიტანოთ deep state-ის რუკაზე და მოდით ეს აღვნიშნოთ ლურჯი ფერით, გამოდის, რომ აი დაახლოებით აი აქ არის საბრძოლო მოქმედებები, სადაც არის რუსეთის უპირატესობა. ანუ აი ამ მონაკვეთში ეს ამბავი ემთხვევა სლივოჩნი კაპრიზის და ომის შემსწავლელი ინსტიტუტის და როგორც ჩანს ამ მიმართულებაზე აქვთ, ასე ვთქვათ, რუსებს სერიოზული წნეხი დაწყებული, აქ მიმდინარეობს შეტევები, როგორც ჩანს და ამ შეტევები სლივოჩნი კაპრიზმა გააფორმა როგორც რუსების მიერ მიწების ოკუპაცია, ხოლო ჯერ deep state-ს არ აუსახავს, რაც შეეხება ომის შემსწავლელ ინსტიტუტს, ის გვაჩვენებს, რომ აქ მიმდინარეობს შეტევა და შეტევა მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, რუსების ინიციატივით. რუსებს აქვთ ინიციატივა. შემდეგი ვითარება, სადაც მინდა რომ გადავიდეთ, ეს არის ივანოვკა, ეს უკრაინელების მიერ დაბრუნებული პატარა სოფელი. აქ საუბარი არის უკვე დნეპროპეტროვსკის ოლქზე და თუ კი თითქმის ყოველ მიმართულებაზე გვაქვს რუსების წინსვლა, აი აქ ქონდა უკვე უშუალოდ უკრაინელების წინსვლა, აქედან გავრცელდა აი ეს ვიდეოც, ამ ვიდეოში ასახული არის სწორედ ივანოვკას გაწმენდის ოპერაციის შედეგად 19 რუსის ტყვე-დაყვანის საკითხი, საუბარი არის სწორედ აი ამ სოფელზე. სლივოჩნი კაპრის აქეთ საერთოდ არ იმჩნევს ამ ამბავს. გარდა ერთი აი ამ აღნიშნვით, რომ უკრაინელი ძალები თითქოს უბრალოდ მოუახლოვდნენ სოფელს, თუმცა ჩვენ ნახეთ კადრები, რომ სოფელში იყვნენ შესულები და გაწმინდეს ივანოვკა, რაც შეეხება ომის შესწავლელ ინსტიტუტს, ომის შესწავლელ ინსტიტუტის რუკაზე ივანოვკა საბრძოლო მოქმედებების არეალში არის დატოვებული, ანუ ის არ აქვს რუსებს ოკუპირებული, თუმცა ჯერ მასზე კონტროლი უკრაინას არც აღუდგენია, თუმცა კონტროლის აღდგენა და სოფლის გაწმენდა არ არის ერთ და იგივე რაღაცა, შესაძლოა იყოს სოფლის გაწმენდა მოხდეს, მე გავიდნენ უკრაინელები და შემდეგ რუსები ისევ დაბრუნდნენ აქ. მოკლედ აი ეს ივანოვკას მიმართულება ასეთი იყო, რაც შეეხება უკვე უშუალოდ პოკროვსკის. დასრულდა საშემოდგომო კამპანია და პოკროვსკი რუსებმა ისევ ვერ აიღეს. კი, რა თქმა უნდა, ქალაქის ძალიან დიდ ნაწილს აკონტროლებენ, კი, აქ მირნოხრადში არის სერიოზული პრობლემები, კი, საბრძოლო მოქმედებების არეალი იზრდება, პრაქტიკულად ყელი რომ ორგანიზებულად გამოვიდნენ უკრაინელები აღარ არსებობს, თუმცა მიუხედავად ამისა, უკრაინელები მაინც აგრძელებენ ქალაქის დაცვას, ქალაქისთვის ბრძოლას, იქ მიმდინარეობს პერიოდული გაწმენდები, უკრაინელების რეიდები შედიან ქალაქში, იღებენ გარკვეულ შენობებს, შემდეგ ისევ რუსები ახერხებენ ამ შენობების საკავებას, მოკლედ ჯერჯერობით ვერანაირი პოკროვსკი რუსებმა ვერ აიღეს, ეს უბრალოდ მათი პროპაგანდის ნაწილია და მეტიც აი აქ ზევით ჰოლიაპოლეს დობროპილიეს გარღვევის ოდნავ სამხრეთით ქალაქი დასახლება უფრო სუვოროვი აიღეს უკრაინელებმა, ეს კარგი ინფორმაცია, რადგან თუ კი გაგრძელდა
უკრაინელების მხრიდან ეს შეტევა თუ კი გაგრძელდა უკრაინელების მხრიდან ეს შეტევა ამ მიმართულებით შესაძლოა რომ დამატებითი ძალები გადაიყვანონ მირნოჰრადის დასახმარებლად, თუმცა მე არაერთხელ მithქვამს რომ უშუალოდ პოკროვსკის კონტროლის აღდგენა უკრაინელებისთვის ახლა სასწავლი უფრო იქნება ვიდრე მოსალოდნელი რეალობა. სლივაჩნიკ აპრის რაც შეეხება აქ ვითარება ასეთი გვაქვს თუმცა ისინი უარყოფენ შესაბამისი საერთოდ დობროპილია რომ დაკარგეს ეს გარღვევა რომ დაკარგეს ამას საერთოდ უარყოფენ და რაც შეეხება თავად ქალაქ სოვეროვის დაკარგვას, ასე ვთქვათ, და უკრაინელების მხრიდან დაბრუნებას, ამასაც არ აღიარებენ, თუმცა ჩვენ გვაქვს იგივე ვითარება, უფრო სწორედ აღიარება ომის შესწავლელი ინსტიტუტის რუკაზე, ჩვენ ხედავთ, რომ აი აქ უკრაინელებს აქვთ დაბრუნებული ტერიტორიები, მაგრამ რაც შეეხება პოკროვსკის და მირნოჰრადს, აქ ომის შესწავლელი ინსტიტუტის რუკაზე პრაქტიკულად მთლიანად აი ეს ორი ქალაქის აგლომერაცია ბრძოლის ველად არის გადაქცეული, აი აქ სამხრეთით და ჩრდილოეთითაც არის შეინიშნება რუსული შეტევები რუსული უპირატესობებით, თუმცა ეს ყველაფერი თავის თავში არ გამორიცხავს იმას, რომ უკრაინელები ჯერ კიდევ არ არიან სრულად გასული შესაბამისი ზონებიდან და აგრძელებენ წინააღმდეგობის გაწევას. და ბოლო, ასე ვთქვათ, მონაკვეთი კუპიანსკშიც პრაქტიკულად არაფერი არ შეცვლილა, არც ერთ რუკაზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კი გამოაცხადეს პუტინმა და მისმა პროპაგანდამ კუპიანსკი აღებულა, თუმცა აი სამივე რუკას რომ შევხედოთ, ჯერჯერობით კუპიანსკის სრულად დაცემამდე შორია, საბრძოლო მოქმედებები არის. რუსეთის უპირატესობა აქაც ასე ვთქვათ, კი ბატონო გრძელდება, თუმცა ქალაქი ჯერ არ აუღიათ, ჯერჯერობით ისევ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. დღეისთვის ასეთი იყო დღევანდელი ეპიზოდი. ვეცადე ნოემბრის სტატისტიკა მომეწოდებინა, ასევე შემეჯამებინა ვითარება ფრონტზე, სამ სხვადასხვა რუკაზე, როგორც ვაკეთებ ხოლმე, იმისთვის რომ შევადროთ, რას ამბობენ უკრაინელები, რაც ამბობენ რუსები და რას ამბობს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი, ამერიკული კომპანია, რომელიც არ შექმნილა კონკრეტულად აი ამ ომისთვის და ძალიან დიდი ხანი არსებობს და მისი რეპუტაცია ეჭვგარეშე და თქვენ რუკებზეც ხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში სლივაჩნიკ აპრიზზე უფრო კრიტიკულ ვითარებასაც უკრაინელებისთვის უფრო კრიტიკულ ვითარებასაც კი აღწერს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი. მოკლედ, დღევანდელი ეპიზოდი ასეთი იყო. მადლობა, ვინც ბოლომდე მიყურეთ. აქვე შეგახსენებთ, რომ დავიწყე, ასე ვთქვათ, Telegram არხის წარმოებაც, რომელიც არ არის კლასიკური გაგებით Telegram არხი, ანუ ის არ არის ორიენტირებული ოპერატიულად ინფორმაციის განახლებაზე, უბრალოდ დღის ბოლოს ვყრი ხოლმე სხვადასხვა ვიდეოებს მცირე აღწერებით. და თუ კი თქვენთვის ეს საინტერესოა, შეგიძლიათ Telegram-ზეც გამომყვეთ, ლინკი აღწერაშია ვიდეოსი. გარდა ამისა, გეტყვით კიდევ ერთ ამბავს დონაციასთან დაკავშირებით. ხაზგასმით დიდი მადლობა ყველას, ვინც დონაციით არის დაკავებული, რადგან მხოლოდ თქვენი შემოწირულობით არსებობს არხი. გარდა ამისა, გავხსენეთ Patreon-ი, Patreon-ის დონაციის, ასე ვთქვათ, საშუალება არის, შეგიძლიათ გადახვიდეთ საიტზე, 3-7-ან $7 ასე ვთქვათ, პაკეტი შეარჩიოთ, დაკლიკოთ შესაბამისი მონაცემები შეიყვანოთ და უკვე ავტომატურ რეჟიმში ყოველთვიურად შესაბამის $3-7 დონაციას შეძლებთ ავტომატურ რეჟიმში. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო, რის თქმაც მინდოდა. მადლობა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, უმოჩილესად ვთხოვთ, ახლა გამოეწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, იაქტიუროთ კომენტარებში. ნახვამდის დროებით მომავალ შეხვედრამდე.